სიყვარულება. როგორც იცით, ხოლ ნიდერლანდებს ტოვებ საბოლოოდ 6 წლის შემდეგ. ასე რომ ეს იქნება ჩემი ბოლო მინიდღიურები უტრეხტიდან. დღეს ძალიან ბევრი საქმე მქონდა, საუზმის შემდეგ მივხვდი, რომ შვრიის რძე გამომელია ყავისთვის, ამიტომ მაშინვე გავიქეთ სუპერმარკეტში და გაუცებული დავრჩი ტემპერატურით. ბოლო დროს უტრეხტში უმშვენიერესი დღეები დგას, აგვისტო ჩვეულებრივი. დღეს პირველ რიგში ამსტერდამში გავემგზავრე ჩემი ძველი უნივერსიტეტის მოსანახულებლად, სადაც დოქტორანტურა დავამთავრე. უნდა დამებრუნებინა ჩემი ძველი ლეპტოპი, რამდენიმე აქსესუარი და საიდენტიფიკაციო ბარათი. ამასთან ერთად შევძელი ყოფილ კოლეგებთან გამომშვიდობებაც. როგორც კი სახლში დავბრუნდი, მაშინვე მუშაობა შევდექი. ამ გადასვლის ქაოსის გამო გამოვტოვე კლაუდიას წინა გაკვეთილი, ამიტომ დამპირდა რომ სახლში მოვალო შენთან უნდა კერძო იოგას გაკვეთილს ჩაგიტარებო. We're gonna do a lot of twists to increase our digestion. The dinner that is coming and a lot of arm balances. So we're gonna work on our upper body as you want it. როგორც კი დავამთავრე, მაშინვე გამოვიცვალეთ სწრაფად და გავემართეთ რუბი როუზისკენ. ჩვენი მეგობრის სანახავად. ერთად ვწავლობდით მაგისტრატურის დროს და უკვე წლებია ერთმანეთი არ გვინახავს. ვერ ვიჯერებ, რომ უტრეხტში 10 თვე ვიცხოვრე და ამ რესტორნის შესახებ არ ვიცოდი. ყველაფერი ულამაზესი და უგემრიელესი იყო. სახლში დავბრუნდი საოცრად დაღლილი და მაშინვე ჩემს სხვენში ავძვერი დასაძინებლა. ხვალ რთული დღემელის, ჩემი წონა 5 ჩანთით მოუფრინავ თბილისში, ამიტომ იმედი მაქვს მშვიდობით ჩამოვაღწევ მეც და ჩემი ნივთებიც. გადაბარგების სრული ვიდეო დავამონტაჟე უკვე როგორც იქნა და შაბათს 10 საათზე გამოქვეყნდება YouTube-ზე. კოცნით და გეხვავით.